დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა ჩართვისთვის. თქვენც მადლობა. დიახ. ნუ პირველ რიგში ხარა მაგას ალბათ მე რაც არ უნდა თქვა ახლა. პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მას მერე რაც კობახიძე გამოვიდა 28 რიცხვი იყო, ხო? ხო გახსოვთ? დიახ, 28 ნოემბერი. ნოემბერი, დიახ, გამოვიდა და განაცხადა რომ ჩვენ ვაჩერებთ 28 წლამდეო აი ამ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, თქვათ, მოლაპარაკებების წარმოებას, თუმცა მოლაპარაკებები არც იყო დაწყებული, მაგრამ მოთხოვნა არ გვექნება მოლაპარაკების დაწყებასთანო. ამას გამოეხმაურა ალბათ 200,000 მოქალაქე საქართველოდან და მაგის გულისთვის ხალხი ქუჩაში იდგა დღე და ღამე და მაგას მოყვა საშინელი მასშტაბური ტალღა სწორედ ხო, ეხლა მე რო ვთქვა რომ არა მართალია, რასაც ამბობს, თქვა საგარეო საქმეთა გამოძახილი იყო მინისტრი ოცნების, ესე იგი მე რო ვთქვა რომ მართალია ვინ დამიჯერებს, ხო? ანუ ეს აბსოლუტური აბსურდია, რა თქმა უნდა, შეაჩერა და ძალიან გაკვირვებული იყვნენ და შეიძლება ითქვას რომ არც მოელოდნენ ესეთი სახის, ესე ვთქვათ, ქცევას საქართველოსდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან. მაგრამ მოდით ახლა სხვა რაღაცებზე ვილაპარაკოთ. ახლა გამოსვლაში იყო, რა თქმა უნდა, ჯერთი ყველაფერი გადააბრალა ევროკავშირს, ხო? საერთოდ მე თქვა რომ ჩვენ უკრაინაზე და მოლდოვაზე ბევრად წინ ვართ და ყველანაირად შევასრულეთ და თითქოს რაღაც ანგარიშები ჩვენ სასარგებლოდ მეტყველებთ და ასე შემდეგ და ბოლოს ისიც თქვა რომ 25 წლის ანგარიშიო არ იყო სრულყოფილიო იმ საკითხებში რომელშიც ჩვენ წინა ვართო იმაზე საერთოდ არ იყო საუბარიო და მარტო ანუ აღიარა ის რომ ის საკითხებზე რომელშიც იყო საუბარი ჩვენ მართლა ჩამორჩებით ხო ევროკავშირის მართალი გითხრათ საერთოდ არ უნდა ანგარიშის გაკეთება და იყო ამაზე საუბარი ბევრი მსჯელობა გავაკეთოთ თუ არა საქართველოს ანგარიში სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ძირითადად ვისაც მე ვიცნობ ყველასი იყო და ესე როცა საუბრები ტარდებოდა ყოველთვის ამბობდნენ რომ არა უნდა გააკეთოთ ანგარიში იმიტომ რომ გამოჩნდეს რომ საქართველოს მიუხედავად ყველაფრისა არის კანდიდატი ქვეყანა და გაფართოების ანგარიში კეთება ეს ის ანგარიშია რომელიც ბოლოს გამოქვეყნდა სადაც კანდიდატობაზე როგორც ფურცლის კანდიდატობაზე არის საუბარი ხო? კი ბატონო კი მაგრამ საერთოდ არაპირებდნენ ანგარიშის გამოქვეყნებას საქართველოსზე და ყოველ შემთხვევაში პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების იყო და აბსოლუტურად დაფიქსირებული ბევრ ადგილას რომ უნდა გამოაქვეყნოს ევროკავშირმა, იმიტომ რომ მიუხედავად რა რეგრესიც არ უნდა იყოს საქართველოს, ჩვენ არ გვინდა რომ შეიქმნას ეს დაბეჭდილება, რომ საქართველოს აღარ არის გაფართოების პროცესის ნაწილი. ეს რაღაც შეაჩვევს მოსახლეობასაც და საერთაშორისო თანამეგობრობას აზრს, რომ საქართველოს აღარ არის გაფართოების ანგარიშიც კი არ კეთდება საქართველოს, იმიტომ რომ ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა გაფართოების ისტორიაში დაწყებული კოპენჰაგენის აი 93 წლის სამიტის მერე მოყოლებული, ანუ როცა გაფართოების ახალი ესე ვთქვათ მეთოდოლოგია შემოვიდა და რომელიც შეიცავდა აი ამ გაფართოების ანგარიშებს და კრიტერიუმების შესრულებაზე ორიენტირებული, არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიმე ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსი მიიღო, ან თუ გნებავთ, არც კი კანდიდატის სტატუსი, პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიიღო. ისინიც კი რომ მათი გაფართოების იმაში არ შესულიყვნენ, რა ქვია, ანგარიშებში არ შესულიყვნენ. და ამიტომ ეხა აქ ლაპარაკი ასევე იყო ნახსენები ის რომ თითქოს 9 პუნქტი რომელიც ჩვენ აი 12 იყო თავიდან ხო 2023 წელს როცა არ მოგწეს კანდიდატის სტატუსი და უსამართლოდ არ მოგწესო. ნუ ესეც აბსოლუტურად ეხა პრეტენზიული განცხადებაა, რა თქმა უნდა ეხა ძალიან დიდად არ განსხვავდებოდა საქართველოს და უკრაინის და მოლდოვის კონტექსტი. ბევრი შენიშვნები იყო მათ მიმართაც, მოლდოვას მიმართ და საქართველოს მიმართ, მაგრამ საქართველოს კონტექსტი განსხვავდებოდა იმით, რომ ხელისუფლება და მთავრობა იყო კონფრონტაციაში უკვე ევროკავშირის ინსტიტუტებთან. იქ მათ იცოდნენ, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს მინუსები, მაგრამ მათი მთავრობები იყვნენ განწყობილი იმისთვის და სულ ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გამოვასწორებთ კი ბატონო ჩვენ მივიღებთ კი ბატონო ანუ ტონის დამსახურებით განცხადებები რომ ჩვენ თქვენ შენიშნებს არ მივიღებთ რასაც გვინდა შევასრულებთ რასაც არ გვინდა შევასრულებთ მაინც მოგცეს პერსპექტივა ხო სწორია მოგცეს პერსპექტივა და მაგის მერე ეს 12 პუნქტი რომელიც მოგცეს იქიდან მხოლოდ 3 შესრულდა რეალურად შესრულდა 3 და დანარჩენები ნაწილობრივ და იყო რამდენიმე პუნქტი რომელიც საერთოდ არ შესრულდა ხო სწორია დიახ
მაგის მერე კიდე, როდესაც უკვე კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვანიჭეს, ხო? პერსპექტივაზე აღარ გადავლახეთ ეს. მიუხედავად იმის გამო, რომ აი აგენტების კანონი, რომელიც შემოიტანეს 23-ში და მერე უკან გაიწვიეს და დაპირდნენ ევროკავშირსაც და მოსახლეობასაც, რომ ჩვენ ამ კანონს უკან აღარ დავაბრუნებთო, ამიტომ მოგვწეს ეს კანდიდატის სტატუსი საბოლოო ჯამში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ წინსწრებით მოგვწეს. მას მოაყოლეს 9 პუნქტი, რომელიც მოიცავდა რომელთაგან ნაწილი არ არის რელევანტური უკвеო ამბობს დღეს მაკაბოჭორიშვილი. არა, ნუ ეხა ის კი არ არის არარელევანტური კი არ არის, ის არის არარელევანტური იმ ნაწილში, რომ აღარ არის საკმარისი. ანუ ჩვენ თუ დავბრუნდებით უკან როდისმე ევროკავშირის, ესე ვთქვათ, ინტეგრაციის გზაზე, მაშინ რა თქმა უნდა ეს 9 პუნქტი დარჩება როგორც იყო, ეს ყოველთვის არის რელევანტური, იმიტომ რომ პირდაპირ გამომდინარეობს იმ კოპენჰაგენის კრიტერიუმებიდან. და შენ თუ მედიის თავისუფლება არ უზრუნველყავი როგორც საჭიროა და შენ თუ პოლარიზაცია არ შეამცირებ ქვეყანაში, შენ თუ ანტიევროპული პროპაგანდა და ანტიდასავლური პროპაგანდა თუ არ ებრძოლე ამას და შენ თუ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პოლიტიკასთან თანხვედრაში არ მოიყვანე შენი პოლიტიკა და ბევრი სხვა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თუ აღარ უზრუნველყავი, ეს ყველაფერი იმ 9 პუნქტიდან არის. სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ გარიყეს, ხო სწორია? კი ბატონო. კი ბატონო. სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრირებასთან აი ამ დღეს ის ამბობს, რომ შანტაჟს მოეშვანო და ჩვენ მზად ვართო, რომ ეს ურთიერთობა აღვადგინოთ, გავაგრძელოთ, ასეთი იყო მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება. ამაზე რა სიტყვით რამდენად არსებობს ამის შანსი? კი ბატონო, ეხლა ვინც ევროკავშირის პოლიტიკას ადევნებს თვალს, ევროკავშირი არის სწორედ ის გაერთიანება, რომელიც შანტაჟს არასდროს არავისთან არ ეწევა. ანუ შეიძლება აყენებდეს პირობებს. პირობები ეს არ არის შანტაჟი. ის რომ შენ მთავრობას უთხრა, რომ თუ რაღაცის მიღება გინდა, აი პირობა. ეს როგორ არის შანტაჟი? შანტაჟი არის, როდესაც შენ რაღაცა გეკუთვნის და არ გაძლევენ თუ რაღაცა არ ესე ვთქვათ, ქთამი არ მიეციან რაღაცა, ესე ვთქვათ, არ გაუკეთე ისეთი, რაც შენ ინტერესებში არ შედის, მაგრამ იმას აინტერესებს, ხო? ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ პირობები, რომელიც არის აუცილებლად გასაწევრიანება და ევროკავშირი არის ღირებულებითი კავშირი. ეხლა აქ მინდა კიდე ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი. იყო ნათქვამი, რომ იმ საკითხებზე, რომელშიც ჩვენ ძლიერები ვართო, მანდამაინც ის საკითხები აღარ შეიტანეს ანგარიშშიო. აქ მაგაზე კი არ არის საუბარი. ევროკავშირის კრიტერიუმები იყოფა 3 ნაწილად. ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები. პირველი არის პოლიტიკური კრიტერიუმების, ესე ვთქვათ, ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სასამართლო რეფორმას, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლის დონეს და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, თუ ამას არ აკმაყოფილებს ქვეყანა სხვა კრიტერიუმებს და აღარც უყურებენ, რატო? აი მოლაპარაკების ლოგიკა მარტივი არის. მოლაპარაკებების პროცესი იწყება პირველი კლასტერის, ესე ვთქვათ, საკითხებით და ეს კლასტერი ზუსტად შეიცავს აი იმ პოლიტიკურ საკითხებს, რომელზეც მე გავამახვილე ყურადღება. ამიტომ მათ საერთოდ ანგარიში რო გააკეთეს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კრიტიკულები არიან ამ საკითხებში და კიდევ ერთ რაღაცას გავუსვამ ხალხს, იქ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ მოლდავას და უკრაინას უსწრებ და ასე შემდეგ. თუ გადახედავთ, თქვათ 25 წლის აი ამ ნოემბრის ანგარიშს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის და შევხედავთ ამ პოლიტიკურ საკითხებს, სხვაში აღარ შევიდეთ, იმიტომ რომ ეს არის მთავარი თემა, რომელიც ბარიერი, რომელიც უნდა გადალახო, რომ საერთოდ სხვაზე ისაუბრო საერთოდ. კი ბატონო. ანუ იქ აშკარად ჩანს, რომ მოლდოვას და უკრაინის შემთხვევაში უმეტესობა საკითხები ეს არის კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმა, ვთქვათ, სასამართლოს მდგომარეობა, მიუკერძოებლობა, ეს არის ვთქვათ იგივე ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და მედია თავისუფლება მათ შორის და ასე შემდეგ. ყველგან ჩვენ ხედავთ საქართველოსთან მიმართებაში ნათქვამია, რომ საქართველოს განიცადა რეგრესი, საქართველოს განიცადა რეგრესი და არის რთული მდგომარეობა და მოლდოვასთან და უკრაინასთან თუ წერია კრიტიკული რაღაცა, რომ მაგალითად არ არის დამაკმაყოფილებელი ან რაღაცა, უმეტეს შემთხვევაში მაინც წერია, რომ პროგრესი მაინც არის სახეზე, მაგრამ არა დამაკმაყოფილებელი. ანუ ერთი მოძრაობს იქითკენ გაუმჯობესებისკენ და მეორე მხარე მოძრაობს გაუარესებისკენ. ამიტომ აქ საუბარი ახლა აბსოლუტურად ზედმეტი ეგრე ყველაფრის თქმა შეიძლება, როდესაც არ გყავს ოპონენტი. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? ქართულმა ოცნებამ ჩამოიშორა ოპონენტები, პარლამენტში არ შეუშვა პრაქტიკულად ისინი ახლა თვითონ გადაწყვიტა ბევრმა, მაგრამ რის გამო გადაწყვიტა? იმიტომ რომ ძალიან უსამართლო არჩევნები ჩაატარა, ხო?
ანუ პარლამენტში დარჩა მარტო და ეხლა რასაც უნდა იმას ლაპარაკობს, ეხლა ხავს ძალიან პატარა ოპოზიცია პარლამენტში და 1000-ში ერთხელ რაღაცას პასუხობს ისიც ისე რომ არც მისცემს საშუალებას რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ, ხო? ხა მაშინ როდესაც დიდი ოპოზიცია ყავდათ პარლამენტში, მაშინ არ აძლევდნენ ამის საშუალებას და რა თქმა უნდა ეხლა არ მისცემენ. კი ბატონო. ბატონ კახა, დიდი მადლობა. მადლობა ჩვენ ვლაპარაკობდით დღევანდელ აქცენტებზე, რომელიც